მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და დღეს შემოვედი ასეთი თემით. Სამი ვარიანტი იქნება მოკლე. თქვენი ახლო მომავალი. ნახოთ აბა აირჩიეთ ვარიანტები. დავიწყებ აი ამ ძვირფასესი ტაროტი. გადმოვარდა უკვე. მოდი დავტოვოთ ასე ინება პირველი ვარიანტი. აი თქვენ წინ ვიღებ. ასე ინება პირველი ვარიანტი. ესეთი ლამაზი გული გაქვთ. მოდი ცოტა ჩამოვწევ, ხო? პირველი ვარიანტი. ესე იგი, უყურეთ რეები ხდება. თქვენ თვითონ ხართ შეიძლება თეთრ ხალათს ატარებთ, შეიძლება სამედიცინო სფეროში ხართ, შეიძლება თქვენი ოჯახის წევრია ასეთ სფეროში და როგორიც შეიძლება ჰაერის ნიშანიც ხართ, არ არის გამორიცხული, ან შეიძლება ქალისგან რაღაცა ესე იგი არასწორი დარიგებები მოგცეს, ან არასწორი ინფორმაციები, რომელმაც გაგანერვიულად თავი გაქვთ აბნეული, ან შეიძლება თქვენ შვილზე ფიქრობთ, თქვენს რძალზე ფიქრობთ, თქვენს, მოკლედ გოგოზე, ახალგაზრდიშვილზე და ძმისშვილზე და ასე შემდეგ. ოჯახის სფერო ამოვიდა. იცით რა არის? განვითარება, რა თქმა უნდა, არის, უყურეთ, აქ არის მაღალი არქანი, მსოფლიოს ტარო დაჯდა. შეიძლება მშობიარობაც არის, შეიძლება ახალი საქმეს მოკიდეთ ხელი, აი შვილობილი საქმე, ხო ხედავთ არა, როგორ ამოდის ხალხმრავლობა, ყველა ვარიანტში აქ ამოდის მაინც თეთრ ხალათიანებთან მივდივართ, ხედავთ? ვისაც ეს თემა გაქვთ, იქნება ორსულობა, რაზეც დიხანი ნერვიულობდით, იქნება აუცილებლად წინსვლა, წარმატება. მინდა გითხრათ, რომ რაღაცა შელაპარაკება იყო თქვენზე და თქვენთან ერთადაც, ანუ თქვენ და ვიღაცას შეეკამათეთ. და რასთან დაკავშირებით, ისევ შვილობილ სფეროსთან, ბიზნესთან დაკავშირებით, თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე განვითარებასთან დაკავშირებით, ან შეიძლება შორს ხართ, ან თქვენი ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან ხართ შორს. მოკლედ აი ესეთი თემა ამოდის, მიხვდით ხო? ან რაც დიდი ხანია, უყურეთ, რაც დიდი ხანია, რაზეც ბრძოლობთ, თქვენ საქმიანობაზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, ოჯახზე, თანამშრომლებზე, ხო? ან თანამშრომლებთან. აქ როგორ არის, იცით, ვინც ესე იგი თითქოს სხვისი მტრები გადმოგიგდესო, მიხვდით ხო? ესეთი რაღაცა პორჩა ჩანს, ხო, მენტალია, ესე იგი თითქმის თქვენი ფიქრები არ არის ეს, ან ვიღაცა ფიქრობს არასწორად თქვენზე, რომელიც ეს თქვენზე ჯდება მერე ნეგატივით, მიხვდით ხო? და ეს მოკლედ რაც აქამდე ნელ-ნელა მიდიხართ, ან ჩქარა წახვედით და გაჩერდა, შური, შუღლი, თვალი, შავი თვალი, გათვალვა, წყევლები, ხო? იმიტომ რომ მაინც ყურეთ მესამე ტაროს, მაინც შვილი, აქ ბავშვებზეა ლაპარაკი, გამრავლებაზე, შეიძლება თქვენს ჯიშზე, ჯილაგზე, გვარზე იყო რაღაცა დადებული, ხო? აი ეს დღეს მაინც იბრძვიან, მიხვდით, თქვენზე მაინც მიდის დარტყმები, მაგიური დარტყმები დაგიჯდათ და მინდა გითხრათ, რომ მენტალზე და უფრო გული და დაბლა ჩაკრებზეა. აქ ესე იგი გეუნებიან თავი გაიწმინდეთ, გეუნებიან ქვედა ჩაკრები გაიწმინდეთ, გეუნებიან ორსულობაზე არის ჩემთან რიტუალი, ჩემს პირველ არხზე, ლინკს დავტოვებ, გადადით, გამოიწერეთ არხის სტუმრებო, ისე არ იმოქმედებს, არ რეზონირდება. და ესე იგი, როგორ არის, იცით, რაც ესე იგი დიდი ხანი ბრძოლობთ, რაც ჩამოვთვალე, ხო, კარგად ისმენდით, ის მიდის
დამკაში გადის, ესე იგი, ისევ თქვენივე აზროვნებით უყურეთ და ისევ მერე ეს გაურკვევლობაში რო იყავით, გაგეგრძელებინათ თუ არა ისევ თქვენი ეს შვილობილი საქმე, რომელშიც სულ ხელს გიშლიან, სულ ჩაჭრები, ქვების როლები ფეხებში ჯოხებს გიდებენ, აბსოლუტურად ყველა მხრიდან გიტევენ. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი სისხლით ნათესავებით სხვათა შორის და ეხა უყურეთ კიდე რას ვიტყვი, ან ეს ქალბატონია ერთ-ერთი თქვენი სისხლით ნათესავს შორის, რომელიც დღემდე არ ისვენებს მოკლედ რა, არ ისვენებს, ეს შეიძლება იყოს მეუღლის მხრიდანაც, შეიძლება იყოს თქვენი მხრიდანაც, მიხვდით ხო, სისხლით ნათესავი, მაგრამ მაინც ესე იგი გადიხართ წინ, არის გაურკვევლობა არის, ბევრი ცრემლი დაგიღვრიათ, მტერს უნდოდა რომ დაგეღვარათ ცრემლი, თქვენ შვილებს ეტირათ, მიხვდით ხო, რაღაცა შეიძლება აქ ნაკერები, ოპერაცია გაკეთდა აი ამ ნეგატივისგან, მიხვდით ხო, აბა გავაგრძელოთ, აბა როგორ გაგრძელდება თქვენი ახლო მომავალი. აქ შვილობადობაზეა, ორსულობაზეა და შვილობად საქმეზე, მიხვდით ხო? ეხლა იმპერატორი ამოვიდა, გენაცვალე, აბა ეს იმპერატორი როგორ შემოვა თქვენს ახლო მომავალში, აბა რას გააკეთებს, აბა ვნახოთ. აქ არის ასევე რაინდი კვერთხები, ეს უკვე კარგია, წინ გადადგმული ნაბიჯია, შეიძლება თქვენი ბიჭი აი ამ ჩაფლული და ცუდი სიტუაციიდან, ან შვილი, ან თქვენ თვითონვე ხართ მამაკაცება, ოღონდ ახალგაზრდა მამაკაცი ბრძანდებით, გამოხვიდეთ ისევ სიტუაციიდან დაგდებული, ისევ აყვავდეთ, ესე იგი, რა იქნება ახლო მომავალში, წინსვლა გამარჯვება იქნება და მოგისმენენ ისევ, უყურეთ, სულ ოჯახი ჯდება, სულ ოჯახი პირველი ვარიანტი. შეიძლება ლექციებს კითხულობთ, სკოლაში ასწავლით, საბავშვო ბაღში ასწავლით, მიხვდით ხო? ან მეზობლებში ესეთი, ან ნათესავებში კარგი ესე იგი მოსაუბრე იყავით და ეს რაც დაკარგული გქონდათ, ეს შემოვა, ისევ შემოbrunდება, უყურეთ. იგივე სიტუაციაზე დაჯდა ოჯახი ოჯახზე და იმპერატორი მოდის თქვენთან, რომ ვიღაც იმპერატორი დაგეხმარებათ, ეს ეხლა შეიძლება იყოს იურისპრუდენციაში, შეიძლება იყოს მაღალ ინსტანციებზე, რაზეც გაჭედილი ხართ, რაზეც თავი გტკივათ, რაზეც თავი აგატკიეს, მიხვდით ხო? გასაგებია. და ნახოთ აბა კიდე როგორ განვითარდება სიტუაცია. ხო ხედავთ, ჯანმრთელობაზე იბრძვით მეთქი, თქვი, ძვლები, სახსრები, უყურეთ, რომ რაც გაცრუებული გაქვთ, რაშიც მოგატყუეს, უყურეთ, აქ ორი ან ხმლებზე მერე 7-იანი ხმლები დაჯდა ქვევით, რაზეც მოგატყუეს, რაც გატირეს. სულ აი ტრუხა ხალხი რო შეგხვდათ ყველგან იურისპრუდენციაშიც და ასე შემდეგ, ხო? ადვოკატურად, ციხეზე და ასე შემდეგ. გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, აი ამ ქვას თქვენ სხვათა შორის ბევრჯერ თქვენ თვითონვე გადაგიწევიათ. ვინც გეგონათ რომ დაგეხმარებოდათ, ისინიც მტრებად აღმოჩნდნენ, მიხვდით და ისევ თქვენ აღებთ აი ამ მძიმე, ესე იგი წინააღმდეგობებს, ესე იგი ვერ დაგაგდეს, აი ესე მესმის რა, რით ვერ დაგაგდეო, მიხვდით ხო? ისევ თქვენ გამოდიხართ, ან თქვენი შვილი გამოგყავთ სიტუაციიდან, შვილი, დიშვილი და ასე შემდეგ მოირგეთ. და უყურეთ, რამხელა იგივე ძალას შეიძლება რამე ძალას ფლობთ, თქვენ არ გამოვრიცხავ, რომელიც ესე იგი ან არ იყენებთ, არის რომ ადამიანს ძალები აქვს, მაგრამ ჯერ არ შეიძლება მისი გამოყენება, ვეტოადებს, ეს თვითონ ხდება სამყაროდან რო იცოდეთ, თვითონვე მიგანიშნებთ და თუ თქვენ არასწორად გამოიყენებთ ამ თეთრ ძალებს და უკან წახვალთ შავ ძალებში, თქვენ თვითონვე ძალიან დაისჯებით, მიხვდით? და აი ეს 7-იანი ხმლები უყურეთ, აი ნახეთ თქვენ, ან ეს
ქალი გიშვრებათ, უკვე დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია რა, ძალიან დიდი ხანია თითქმის ბავშვობიდანვე რა, ასე ვიტყოდი. ან თქვენ ხელში გაიზარდა, ეგეც შეიძლება, მიხვდით, მონათესავე წრეში აი ესეთი თემა ამოდის, შეიძლება მეზობლის ბავშვი გაზარდეთ ისე რომ თქვენია, მიხვდით ხო, ესეც ხდება ხოლმე. ნახეთ, ისევ თვითონ ამოდის ამ ტყუილებში. ანუ ტყუილი გამოაშკარავდება, მიხვდით? აი ეს თავის ტკივილები ეხლა უკვე თვითონ წაუვიდა, აი უკვე ჩემ ხელში მისდის ბუმერანგი, აბრატკები და თქვენ უყურეთ პირველი ვარიანტი რამხელა ძალას იბრუნებთ და მდგრადობა, ნებისმიერ თუ გინდათ კარგი მზარეული ხართ, კარგად ასუფთავებთ სახლს, ხო, მეზობლებს მოწონთ, ხო, ასე შემდეგ. და ასევე ვიტყვი რომ აი ხა მეზობელი რატომ ათქმევინეს, იმიტომ რომ შეიძლება მეზობლებიც იყვნენ. მიხვდით ხო? გასაგებია. აბა კიდე პირველი ვარიანტი გავაგრძელოთ. აი ეს ტარო ავიღოთ, მუხა. ავიღოთ, მოდი აქეთ ავტუსავ. კარგად არის ატუსული, მაგრამ აბა პირველი ვარიანტი, რას გვეტყვის ეს ტარო მუხა? რა გელოდებათ? რა გელოდებათ კარგი? რა გელოდებათ კარგი? აბა ვნახოთ პირველი ვარიანტი. ნუ 6-იანი კვერთხები უკვე უყურეთ და 7-იან კვერთხებში უკაცრავად 2-იანი კვერთხები. ესე იგი 7-იანი კვერთხები, ანუ სულიერად დაჯდა აქ, მიხვდით ხო? ისევ ოჯახურიო, ისევ სისხლის ნათესავები. აჰათ, ნახეთ, მზე, ბავშვები, შვილიშვილები, გახარება, გამრავლება და რა ვიცი, აი ყველაფერი კარგი რა, ჩემო კარგებო, რაც ჩაფიქრებული გქონდათ, აუცილებლად ახდება. აი აუცილებლად ახდება. თქვენ შვილებში, თქვენ შვილიშვილებში წინსვლა გექნებათ სწავლაში, იურისპრუდენციაში, გზები გაგეხსნებათ, იმოგზაურებთ, ვიღაცა ჩამოვა, თქვენ წახვალთ, თქვენიანი, ასე შემდეგ დიდი ხანი რო ან არ შეხვედრიხართ შვილიშვილს, შვილს და ნათესაობას, ხო ხდებით არა? გეხმარებიან, ძალიან დიდი მხარდაჭერა გაქვთ, უყურეთ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გაქვთ, რასაც დიდი ხანი ელოდით და ეს შეიძლება დიდხანს და სამუდამოდ მოხდეს თქვენი აი ეს გალაღება, გამოჯამრთელება, უყურეთ, ნახეთ რა, უყურეთ როგორ არის და ყველაფერი, ნუ ძალიან კარგი. და ერთი კიდე, პირველი ვარიანტი, ლენორმანს შემოვაცუნცულებ. აბა ვნახოთ სიყვარულში, ხა სიყვარულში რა გელოდებათ? რა გელოდებათ სიყვარულში? პირველი ვარიანტი. ორაკული. ოხ, იგივე უყურეთ, თქვენი გულის გაფუჭება უნდათ, უყურეთ, რაღაცა კარმული, კი, მამაკაცთან კარმული სიტუაცია გქონდათ, მამაკაცთან, ან მამაკაცებო თქვენ თვითონ გაქვთ კარმული სიტუაცია, ეს დაჯდა წინაპრები, უყურეთ, წინაპრები დაგიჯდათ, რაც უნდა გაგევლოთ და გაივლით, გადასარევად მოხდება, გადასვლა, ახალ პლუსებს დაიწერთ, მიხვდით ხო? შეიძლება უკვე გამოასწორეთ ან მამაკაცი, ეს წინაპარი შეიძლება იყოს, ეს თქვენი წინაპარი, შეიძლება დაღუპული მამა, შეიძლება ბაბუა, პაპა და კიდე წინაპარი 6 მუხლის ჩათვლით. ნახეთ, თქვენს ბედნიერებას იბრუნებთ, თქვენს ფინანსებს იბრუნებთ, თქვენს გამარჯვებას იბრუნებთ. სხვათა შორის მაქვს მე რიტუალები, ისა რა ქვია, ვიყოთ გამარჯვებულები, აი ესე ქვია რაღაცა ფორტუნაზეა და მოძებნეთ და ჩართეთ და უყურეთ, მიხვდით? აი უყურეთ როგორ ამოდის. ბიზნესზე მეუბნებიან ხოლმე რომ ნინია იქნებ ჩაწერო რიტუალი. მაქვს ჩემო კარგო ბიზნესზეც ახალი საქმე და ჩართეთ, მოძებნეთ, მე ვერ მოვძებნი, ამოსქროლეთ რიტუალები და კიდე აქ მე მესმის გაშლებზე რომ აი თუ ახალია,
კარგია, იცით რა არის, ეს ვინ გასწავლათ ეს არასწორი მიდგომა. ეს არ ვუხვევ მე პირველი ვარიანტი საქმეზე ეტყობა უნდა გაგეგოთ თქვენც საუბრობ. იცით რა არის, ძველი და ახალი მაგიაში არ არსებობს და ჩემ ხელში მით უმეტეს მე არა ვარ უბრალო ტაროლოგი, ვინც მიცნობთ, ხო? მე ვარ თეთრი მაგი, თქვენი თეთრი ჯადოქარი ნინია და იცით რა არის, ჩემი ეს უბრალო არ არის ეს, ჩემი გაშლები ნებისმიერი იგივე მტრებს ბუმერანგი მისდით, იგივე, ეხლა აქ თქვენი წინაპრები საუბრობენ, რომ იცოდეთ რომ ესე იგი თქვენს ბედნიერებას უნდა მიხედოთ. ან კიდე რაც თქვი ეს გაიგეთ და კიდე რა პირველი ვარიანტი, ან ვიღაცა მამაკაცი გიშლით ხელს ცხოვრებაში, გადახედეთ თქვენ სიტუაციას, ან და უნდა გამოასწოროთ, მიხვდით თქვენი სიტუაცია, უნდა დახუროთ ამ მამაკაცთან, სიტუაცია წარსულს დაანებეთ თავი, ნუღა ელოდებით, გაიფუჭებთ კარმას. აჰა, ბედნიერება ოჯახში, ისევ ეს ძირიდან ამოსული სილაღე გიბრუნდებათ, მიხვდით, ხო? და ძველი და ახალი არ არსებობს არც რიტუალებში და ჩემ არხზე და ჩემ ძალებში მე კონკრეტულად ვამბობ და არც ესე იგი გაშლებში. მოკლედ, ეს იყო პირველი ვარიანტი. გემშვიდობებით და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ხო? გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ჩაიფიქრეთ თქვენი ახლო მომავალი, მეორე ვარიანტი და სამყარო რას გიმზადებთ, ნახოთ აბა. მეც ჩავიფიქრე აქ ვარიანტი, მეც თქვენთან, გადმოხტა და დავტოვე, ბრვიანი ხმლები რა არის და ციხეში და ლაბირინთები, რა ხდება ეს ხალხნო? ეს რა ხდება? ო პაპა. მადლობა ღმერთს. ძალიან კარგი. დღეს ესე იგი იცით რა არის, სამართალი ამოდის, სამართალზე, ესე იგი ეხა აქ მე წმინდა ნიკოლოზი დავაბრძანე გენაცვალე ეგრე კი არ არის და რა თქმა უნდა სამართალზე. უყურეთ ეხა რა ხდება, ესე იგი ან ციხეში ყავთ ვინმე, ან გოგო შეიძლება ყავდეთ, იმიტომ რომ გოგოზეც მეუნები, ან ბიჭზეც, ახალგაზრდა მამაკაცზეც, უყურეთ და თქვენ რამდენჯერა ძალიან წვალობთ და წვალობდით, ცდილობთ რომ აი ამ იმიდან რა ქვია, ადიხართ ზემოთ ისევ ქვეშ ჩადიხართ უსასრულოდ, ესე იგი რვიანი მიხვდით ხო, უსასრულოდ ხო, ეხა ორიანი პენტაკლი, თან ფინანსებს ხარჯავთ, იცით რა არის, სადღაცას ამბობენ რომ ესე იგი გადაიხადეთ თანხა, ან ესე ამბობენ ხო რა, რომ გამოსულიყავით ამ ლაბირინთიდან ადრე და პირიქით გაიჭედეთ ამ ლაბირინთში, მიხვდით ხო და თავიდან გიწევთ, უყურეთ, ტუზი ხმლები, ბრძოლები, აგრესიები, ესე იგი სულ როგორ ახართ იცით, ატბივაიწე, ანუ იშორებთ, სულ მოშორებაზე ხართ რა, ბრძოლობთ, მიხვდით ხო, შეიძლება თქვენ ურთიერთობაში ჩაერია ვინმე, არ გამოვრიცხავ, მიხვდით ხო, შეიძლება აქ პრივაროტები გააკეთეს და ესე იგი ჯერ თქვენ აგიბნიეს თავი და მერე გაიყვანეს პიროვნება, არც ამას არ გამოვრიცხავ, მოკლედ არის არეულობა ამ ეტაპზე და იცით რა არის, აქ ამოვიდა მეფე ხმლები დაჯდა ისევ, ეხლა თქვენს ავადმყოფობაზე რომ დაგეხარჯათ, თქვენს ავადმყოფობაზე, ან თქვენი ოჯახის წევრზე, თქვენი საყვარელი ადამიანზე, ესე იგი ეს თანხებზე არის დადებული ეს პორჩა, თქვენს განადგურებაზეა დადებული ეს პორჩა და რა არის იცით, აი ეს ზემოდან ცეცხლი დაგინთეს, ქვემოდან ესე იგი ტალღები დაგარტყეს, ჭექა ქუხილი და აი ეს ყველაფერი
ნაკლები, მაგრამ არ აწვიმს. მიხვდით რა გააკეთეს, რომ ეს ჩაქვრეს, პირიქით გიმატებენ მეორე ვარიანტი და ან თქვენს ახლობელს უყურეთ, თქვენს ახლობელს, აი ესეც შეიძლება გოგოს თუ ბიჭს. იხარჯება ექიმებში, იხარჯება დავით არაბაში, რო ვერ გამოდიხართ სიტუაციიდან. თუ არა ხართ ჩემი გამომწერი, გადადით ამ ვიდეოს ქვეშ დავდებ ეს ჩემი მეორე არხია, აქ მხოლოდ გაშლები და ყავა და პირველ არხზე გადაბძანდით, გამოიწერეთ, ზარს დააჭირეთ, რომ გაშავდეს და მოიწონეთ ხოლმე ვიდეოები, იმიტომ რომ ამით თქვენ კარმაში პლუსი წერთ. კომენტარი სხვა არის და დალაიქება, მოწონება ვიდეოსი სხვა არის, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ და რისთვისაც ესე იგი ამით მადლობას ეტყვით ანგელოზებს და არხანგელებს, მიხვდით? და მოკლედ იცით რა არის, თქვენი სიკვდილი ინატრეს, ჩემო კარგებო, თქვენი ოჯახები, აქ დაცალცალკევება ჩანს, დაკარგვა ერთმანეთის, შეიძლება მეზობლებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა დაგაკარგინეს, ძველმა ბავშვობის მეგობრებმა დაგაკარგინეს, მიხვდით? თქვენი შურით, რომ ჯერ თქვენ თვითონ როგორ ხართ ესეთი ძლიერი ბავშვობიდან, ესეთი დაიბადეთ, მერე კიდე თქვენი ბავშვები, თქვენი ოჯახები, ან მამაკაცები, ან მანდილოსნები, ვინც იყვნენ თქვენ გვერდში, ყველა ესეთი მაღალ საზოგადოებიდან, ან კიდე სხვა ჯიბე გამოფხეკილი არც ერთი არ იყო, უშნო არც ერთი არ იყო, იმის თქმა მინდა. და იცით რა არის, თქვენ პირდაპირ სიკვდილზე გაქვთ დადებული განადგურება. ეხლა როიანი ხმლები, ბაშნია და ეს სიკვდილი რა უნდა იყოს, ხო, პირდაპირ სიკვდილზე, ესე ხმამაღლა გამოგიცხადეს, აღარც ერიდებიან და კაი ხანი გებძვიან, სურვიანში ხართ, ესე იგი ლაბირინთებში ხართ. და რა არის, იცი, არ გამიკვირდება რომ აქ ოპერაციები გაკეთდა. ან შეიძლება ექიმთან დადიხართ და გეუბნებათ სიტუაცია, რომ შეიცვალე ექიმი, ანალიზები სხვაგან გაიკეთე, მიხვდით ხო? იმიტომ რომ აქ მუხლები, აი ეს იდაყვები, სისხლძარღვები, მენჯბარძაყი მაქვს მე თავი რიტუალებში ამოსქროლეთ, იპოვეთ. და რა არის, იცით, აქ გასამართლებენ, მიხვდით? და თვლიან, რომ სამართლიანი იქნება თქვენ რომ წახვიდეთ ამ ქვეყნიდან. დიდი ხანია გებრძვიან, სხვათა შორის დიდი ხანია და შეიძლება ეს იყოს თვითონ მამაკაცი ხმლები სანჰაერის ნიშანი, მიხვდით ხო? ან თქვენს მამაკაცს ებრძვიან, ამ სტიქიის იყოს, ჰაერის ნიშანი იყოს, ან იურისპრუდენციაში, ან ესეთ საქმეში მუშაობს, მიხვდით ხო? სადაც ხმლებია, სადაც საბუთებია და ესეთი სიტუაცია. მაგრამ უყურეთ რა ხდება. ესე იგი, თქვენ შვილებს, ოჯახს, თქვენს გვარს, თქვენს რადავოი კანალს, ესე იგი, წინაპრულ არხსაც კი დააჯდნენ, მიხვდით ხო? ვიღაცას უნდა თავისი ცუდი კარმა გადმოგიგდოთ და ამით დაგიმთავრონ და თქვენ დაგამთავრებინონ, თქვენ გადაამუშაოთ, მაგრამ ეს უყურეთ მერე როგორ ხდება სამართალი ძახის, მე აქ კი არ მძინავსო. მიხვდით, ეს არის სამყარო. აი რას გეუნებათ, ნუ გეშინია მეორე ვარიანტიო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ყველაფერი კარგად იქნებაო. უყურეთ როგორ არის, მე აქ ახლა შეიძლება 4 წვილი დავდო რიადი, შეიძლება 3, 2, როგორც სამყარო ინებებს. ესე იგი, ამ რა კარებს გააღებს გასაღები, ასე ქვია ამ ტაროს, არა აქვს მნიშვნელობა, ამას არ მიაქციოთ ყურადღება. როგორც ესე იგი ინებებს სამყარო, ისე წავა ნინიას ხელები. ხო, მაგიური და ლამაზი ხელები, თქვენ რომ მეუნებით ხოლმე ნინია. ლამაზი ხელები. კი, მეკითხებიან, ნუ ცოტა გაგეხმურებით. კი, რა ვქნა, ჩემი ფრჩხილებია, ხალხნო, არა მაქვს დაკრული, არაფერი არა მაქვს დაკრული. კი, მეკითხებით და გაგეცით პასუხი. თვალი არ მეცეს. ხო. აჰა. აბა ვნახოთ მეორე ვარიანტი.
კიდე რა გელოდებათ ახლო მომავალი რა შეიცვლება აბა რა ცვლილებები გექნებათ უკვე ვიმღერებ მღერი ვარ ესე იგი ან თქვენ იმღერებთ ან თქვენ მამაკაცთან ერთად იმღერებთ ან პრინცი მოგივათ ან პრინცებო სადმე წახვალთ აბა ნახოთ სად მიდიხართ რა კვერთხების მეფე კვერთხების მეფეთი რო დაიწყო ცვლილება დაიწყო თქვენი ახლო მომავალში რაღაცას ოცნებობს ვიღაცა მამაკაცი ოცნებობს თქვენზე გოგოებო დიდი ხანი აი ძალიან აქაც სულ მაღალი არქანები ამოდის ღმერთო ჩემო უყურეთ რა მაგარია ძალიან კარგი დიდი ხანი ესე იგი დროს ითვლის რომ ესე იგი ლამის ახალგაზრდობა ან ჭაბუკობა შეალია აი ამ თქვენს ლოდინში მიხვდით ხო აბა რაზე გელოდებათ მთავარი ეს არის რისთვის გელოდებათ და რაზე გელოდებათ ხო რას ოცნებობს მისი აუხტენელი ოცნება ხართ თქვენ გქონდათ ურთიერთობა და წავიდა ან თქვენ დატოვეთ მაგრამ უყურეთ როგორ არის ადრე კარგი ურთიერთობა გქონდათ და მერე ან მამაკაცზე თქვენ მამაკაცზე ან ამ მამაკაცმა მიხვდით ხო ან თქვენ თვითონ მამაკაცებო თქვენზე ესე იგი წისქვილის ისიც კი დატრიალდა თქვენს თავზე ნაყეს რომ ესე იგი თქვენ გაენადგურებინეთ მიხვდით ხო თქვენს თავში ძვრებიან თქვენს ფინანსებში ოჯახში ჯბეში სამსახურში კალთაში ლამის ბოდიში გიჯდებიან აი ზუსტად ესე მეუბნებიან რა თქვენი იზაბილია ბედნიერება კეთილდღეობა ყველაფერი აბსოლუტურად ესე იგი უნდათ რომ ნუ კრადნიკებია ხო რა მაინც კრადნიკები ხა ხმლები არ არის მაგრამ კრადნიკებად ითვლება ეს რა თქმა უნდა იგივე ცოტა რბილ კრადნიკებად მაგრამ აი ამ ლაქუცში ხო ქპარავენ რა აი ამ ბედნიერებას მიხვდით ხო ან გირეკავენ უი აბა როგორ ახარ უი აბა ეს როგორ არის ან თუ შვილები ყავთ ეს ან შენი მეუღლე ან შენი აბა როგორ ახარ კარგად ხარ ეს ამ დროს კიდე გადამოწმებები ხდება მიხვდით ხო ესე იგი ეს მამაკაცი ან თქვენს მამაკაცზე მიდის თვალთვალი იცით როგორი ნუ არ ვიცი რა აბა ნახოთ კიდე რა შეიცვლება და ეს გვირგვინი რაც წაგართვეს ხო თქვენ დაიბრუნებთ გოგოებო ბიჭებო ნახეთ ეს სულ მაღალი არქანები ღმერთო ჩემო რა მაგარია უყურეთ 1 2 უყურეთ ესე იგი უყურეთ რა შეიცვლება ხო აქ ციხეს მიჩვენებენ უყურეთ ციხეს დაჭერილი ყავთ თქვენი ვიღაცა დაჭერილი აქ ესე დაემატა ხო თქვი არა როგორ ცხელი ინებებს დაემატა ესე იგი უყურეთ როგორ არის თქვენ მამაკაცზე დიშვილი ძმიშვილი ხა მე სხვანაირად ავხსნი კიდე მეორე ვარიანტი შეიძლება ციხეშია არ გამოვრიცხავთ ციხეშია და ესე იგი ეშმაკის ენერგია აქ გამოყენებული იცით როგორ აქ რიტუალებია ჩატარებული სპეციალურად რომ ესე იგი გამტყუნებულიყო თქვენიანი და გაიწელოს ეს საქმე დიდი ხანი გაიწელოს და რომ ოცნებად დარჩეს ხო მარტო ტყუილი ფიქრები დარჩეს აქ კაცია მითითება და ეხლა კიდე აგიხსნით ასე მეორე ვარიანტი რომ ესე იგი თქვენ ძალაუფლების მოყვარული ადამიანი ხართ ხასიათი გაქვთ ესეთი და გქონდათ რომელიც წაგართვეს მენტალზე იმუშავეს იზოლაციაში თვითონ სახში ჩაქსვეს ან თქვენი შვილები თქვენ შვილებს მოექცნენ ესე მიხვდით ესე იგი დარტყმა გააკეთეს თქვენი გამწარება ასე ვთქვათ შვილების შვილიშვილების მხრიდან მიხვდით ხო და ეს ზემოდან კიდე რა ეს ისეთი ნიშნებია ეხლა აქ ხელით რასაც აკეთებს ეს არ არის ქრისტიანული მიხვდით ეს არ არის ქრისტიანული რაც იტალიური მაგიაა ეს იტალიური შეიძლება შეკვეთილია ან იქაური მხარეა უფრო მიხვდით ხო
ხო ესე მეუბნებიან საბერძნეთიც და იტალიაც და უყურეთ ან თქვენ ხართ იქ ან თქვენი შვილები ხო გერმანიასაც მეუბნებიან სხვათა შორის და იცით რა არის რა შეიცვლება ეხლა გამოდიხართ აღგენოცვალე თქვენი გამარჯვება თქვენს გზებზე რო სხვები დადიოდნენ აქ უკვე სერიოზული კრატნიკები დაჯდა მენტალზე ქვედა ჩაკრებზე აი უყურეთ კიდე სიკვდილი რა 1 2 3 4 მაღალი არქანი ხედავთ თქვენ მადლობა სამყაროს და გაგასულელეს იცით ან თქვენი ბიჭი გაადურაკეს თავიანთი გამარჯვება თქვენიანების იცით აქ უფრო ოჯახის წევრებზე მაინც სისხლზე თამაშობს ან სისხლზეა გაკეთებული ან თქვენი მეუღლეების სისხლიდან სისხლის მხრიდან სისხლით ნათესავების მხრიდან და რა არის იცით თქვენ ესე იგი უნდათ რომ საერთოდ ვერ გაინძრეს თქვენიანები მიხვდით ან თქვენ ვერ გაინძრეთ მიხვდით აი ეს თქვენი შვილი შვილობილი შვილიშვილი ნათესავი აი ესე ჩასვეს ესე იგი სახში ჩასვეს ციხეში მიხვდით ხო სახში ჩასვეს და საერთოდ გაუჩერეს ყველაფერი და ეხა ცვლილება რა იქნება ჩემო კარგებო ეს რაც გაკეთდა ხო და ვისგანაც გაკეთდა კაციდან უფრო ახალგაზრდა მამაკაციდან ეს რა არის იცით ეხა ეს ხო თვითონ მიუბრუნდება უკან რა თქმა უნდა ეს თვითონ ჰოპ და მიუბრუნდა უკან მიხვდით ხო გასაგებია და ეხლა ლენორმანს შემოვიყვან ლენორმანს აბა სიყვარულში რა გელოდებათ ახლა მომავალში ჩემო კარგებო ცვივდებიან რატომ მომაწყინეო შეხვედრა გექნებათ და რაღაცა საერთო თემაზე გექნებათ გასაუბრება კი უი რა კარგია საერთო თემაზე გექნებათ გასაუბრება გოგოებო ბიჭებო აგერ მამაკაცი დაჯდა ვესტნიკი ესე იგი ახალი კარგი ამბები მოვა ძალიან თქვენს ფინანსებზე საერთო ფინანსებზე საერთო შეიძლება ვიღაცას საერთო ბიზნესი გაქვთ ერთად მუშაობთ ერთად სწავლობთ ან ერთად გამგზავრებას აპირებთ, ყველაფერი მოგვარდება სიყვარულში, აბსოლუტურად კარებები გაგეღებათ და აი ეს ცრემლები, აი ეს ცუდი ამბები, აი ეს ცხრიანი ყვავები, ხო, იგივე ცხრიანი ხმლები, ხო, აი ეს ჯადოები და აი ეს ჰაერში რო უშვებდნენ და თქვენზე რო იწერებოდა სპეციალურად, ესე იგი სპეციალური ჯადომადოების ფურცლები არსებობს მაგიაში, შავ მაგიაში და ესე იგი თქვენი ჯანმრთელობა დაბრუნდება, პოტენცია კაცშიც და ქალშიც, ბიჭშიც და გოგოშიც, რაზეც გინდათ, რასაბუცაც ელოდებით, რასაც ელოდებით, უყურეთ იმაზეც მოგდით ახალი ამბავი, ან რაც დიდი ხანია ელოდებოდით, ხო, რაც ესე იგი ჯადოთ იყო გაჩერებული, ხო, აი ის მოდის ახალი ამბები, წინსვლა, გახარება, გამრავლება, გალაღება, გამოჯანმრთელება, ორსულობა და ყველაფერი აბსოლუტურად. ამინ, როგორც თქვი, ასეც იყოს და ასეც იქნება. მადლობთ მეორე ვარიანტი, გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. უკვე 21 წუთი და რაღაცა საუბრობ, მაგრამ არა უშავს. მოიწონეთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ. და მოკლედ სიტყვა მადლობა კომენტარში. ან ნუ დაწერთ კომენტარს თუ არ გიათ, მაგრამ ვიდეო მოიწონეთ, თხოვნა იქნება. გონი ეს ფული არ აღერს, ხო? ამით კარმაში პლუს დაიწერთ, რომ თქვენ, ესე იგი, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, მხოლოდ ჩემო გამომწერებო. ამით თქვენ კარმას დაიწერთ. კარმაში პლუს დაიწერთ. რომ სხვასაც ჭირდება, მიხვდით, შეიძლება ეს ინფორმაცია და თქვენ იქნებით შუამავალი, აი კარგი შუამავალი, რომ ესე იგი ამ ადამიანს, ხო, აი ამ გაშლას ან ჩემ რომელიმე რიტუალს, ხო, შეახვედრებ. ეს იცით რა ხელა მადლია? აბა, ეს ძალიან დიდი მადლია, ჩემო კარგებო, თქვენგან. მესამე ვარიანტი ჩაიფიქრეთ, აბა, ნახოთ რა თქვენი ახლო მომავალი.
ოპა, თუ ვინმეს დაბადების დღე გაქვთ, გილოცავთ, ან გქონდათ, ან უნდა გქონდეთ, გილოცავთ. ნუ, ესე იგი, კიდე მაღალი არქანები, მესამე ვარიანტი, ესე იგი, და კიდე ეს ორიანი ხმლები დღეს არ გშორდებათ. არ გშორდებათ. ამას თუ მოუწია დამატება დავამატებ. ყურეთ ეს უნდა დავადო ეს ორიანი ხმლები, ესე იგი, თქვენზე ჭორაობენ, თავი გაქვთ აბნეული, მიხვდით ხო? ან სპეციალურად, ესე იგი, იცით როგორ არის მეორე ვარიანტი? თქვენ კი არის ზეიმი, არის ხალისი, არის პროფესიონალიზმი ყველაფერში, გადაათამაშეთ თქვენს თავზე, ვინც ახლა უყურებს ან თქვენს მამაკაცზე, ან ქალიშვილებზე, მიხვდით ხო? მაგრამ იცით რა არის? თითქოს თავის ტკივილები გაქვთ ხოლმე მერე, იცით რა? აი ესე მეუნებიან თავის ტკივილი. ან თვითონ ესე თვითონ აი ძალიან შეტოპავთ ხოლმე, შეიძლება კეიფი კარგია, მაგრამ აი ან იცით რა უნდა იცოდეთ? ბალანსი უნდა იცოდეთ ყველაფერში და თქვენ ეს რატომღაც გადააჭარბებთ ხოლმე. ყველაფერში, მუშაობაშიც და ასე შემდეგ. იცით რა არის? აქ გაიმარჯვებთ, რასაც ელოდებით, მაღალი ინსტანციებიდან, შეიძლება სახლის ყიდვაც არის, შეიძლება საბუთები, შეიძლება იურისპრუდენცია, რასაც ელოდებით, რაც გასაიდუმლოებული იყო, თქვენს უკან იყო საუბარი, მიხვდით ხო? გაიმარჯვებთ, აუცილებლად იქნება ზეიმი იქნება აუცილებლად, ძალიან გამეხარდა და რა, იმიტომ რომ აი ხო თქვი არა, აგერ ცხრიანი ხმლებიც დაჯდა, ეს იგივე რა არის, ღალატი, პრედაწელსტვა, ხო? პირდაპირ ჯადო, რომ დაწვე და აღარ ადგე თავის ტკივილი და ყველაფრის ტკივილი, ხო? აქ არის ნეკროპრივასკები, მიცვალებულების მიწებება გაკეთებული თქვენზე ან თქვენიანებზე, ერთზე რო კეთდება ოჯახში, გადადის. ერთ წყვილებში ერთზე რო აკეთებენ, მეორეზე გადადის ავტომატურად, ესეა. უყურეთ რა არის, რასაც ესე იგი აქამდე აშენებდით და არ გამოგდიოდათ, ხო? აქ დიდ ფინანსებზე საუბარი გექნებათ. სამყარო გაჩვენებთ რას, იცით? მოგცემთ აი სადაც და ვისგანაც ან არ ელოდები, ან ვერ ხედავდი აი შემოსავლის გზებს გაგიხსნით, მიხვდით? და აუცილებლად ესე იგი თქვენ იქნებით დედოფალი პენტაკლი, ისედაც ხართ. იცით რა არის და ბევრს უნდა, ბევრი იტეხავს ამაზე თავს, რა შეაშენი საიდუმლო, რომ აი ესე გებრძვით, რომ ვერ დაგაგდეთ, ან დაგაგდეთ და ფენიქსივით კიდე აღსდექი, ხო? შეუოხერო, აი ესე გებრძვიან, ხო? და ესე იგი, თქვენი შრომით, თქვენი მენტალიტეტით, თქვენი საოცარი შეიძლება ორაზროვნებაც გაქვთ, შეიძლება ჰაერის ნიშანიც ხართ, მაგრამ მიწიერი ხართ, მიხვდით, ხო? აი ესეთი თემა. ნუ გექნებათ აქ ორსულობაც არის 7-9 თვეში, ესე იგი ახლო მომავალი, აქ ცოტა იქით თუ ჩვენა, ესე იგი რაღაცას დააბანდებთ, აქ პიროვნება დაგეხმარებათ, ზეიმი გექნებათ, გამარჯვება გექნებათ, ხო ხდებით არა? რაშიც თქვენ თავში, ესე იგი თქვენ თვითონ აქ არის თვითბლოკები, თვითგათვალვა, მიხვდით ხო? ძალიან დიდხანს დეპრესიაში ნუ შეხვალთ, ნუ იფიქრებთ, თქვენთვის არ შეიძლება აკრძალვა ადევს. ამ დროს სამყარო გეტყვის, აი გეყოფა ახლა და თუ არ გაჩერდები ბევრი ფიქრი, ცოტა იფიქრე და ბევრი გააკეთე, აი ამას გეუნებიან. მერე სხვას მისცემს აი ამ შემოსავალს, მიხვდით ხო? აუცილებლად იქნება, ნაყოფს გამოიღებს, აუცილებლად. და ეხლა აქ მე მინდა ავხსნა, ვიღაცაზე არის თქვენზე შეკვეთილი მაგია, არ მინდა ვთქვა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, თუ თქვენ შეუკვეთეთ, ეს უკან მოგიბრუნდებათ, აი ამ წუთასვე გამოისწორეთ კარმა, გადადით, წადით ეკლესიაში და თუ ესე არ არის ღმერთმა ქნას, ესე იგი, როგორ იცით, ძალიან მამაკაცი გეხმარებათ, მამაკაცი აი ამ სიტუაციიდან გამოსვლაში გეხმარებათ პიროვნება. კი, გეხმარებათ პიროვნება. ნუ გამარჯვება.
ეცით რა არის 2-9-იანი და 6-იანი რომ ამებრონა იგივე 3-6-იანი და იგივე 3-9-იანი ხო იგივე 69 გინდ 96-ია ესე ნუ ციფრებს დიდი მნიშვნელობა აქვს იცით რა არის რაც ამას უნდა დავამატო მეუნებიან როგორ განვითარდება დაცვები დაიყენეთ გაი მასქენით რა ქვია ხუთიანი კვერთხები ძალიან არ მიყვარს ეს კარტი მე არც ერთ კალოდაში, არც ერთ ტაროზე, არც ერთ ორაკულზე არ მიყვარს. იცით რა არის? გაიმარჯვებთ. აქ თქვენ ფინანსებზე დევს დიდი თვალი, შური. ეს არ დამთავრდება სამწუხაროდ, კაი ხანი, იმიტომ რომ ეს არის თქვენი კარმა, ეს თქვენ უნდა გაიაროთ, აი ხა დაჯდა. აი ეს თქვენი წარსულში ხო თქვი, ან თქვენ გააკეთეთ შეცდომა ჯადო ვიღაცაზე შეუკვეთეთ, უკან გიბრუნდებათ, მამაკაცი ან მამაკაცებო თქვენ გოგოზე, ან თქვენ მამაკაცზე გაკეთდა. ან კიდე ვიღაცა ყავდათ წინაპარი, რომელმაც ეს ცოდვა ჩაიდინა და ეხლა თქვენ და თქვენი ესე იგი ნათესაობა შვილები და ასე შემდეგ იმკით, მაგრამ ნუ გეშინიათ, გაივლით. თუ იგივე შეცდომას არ გაიმეორებთ, გაივლით, მიხვდით? თქვენივე სიცოცხლეში გამოასწორებთ აი ამ ყველაფერს. გასაგებია, მადლობა მუხას და გადავიდეთ ახლა. ой, მე ერთი წუთით. აი უყურეთ როგორ არის ეს უნდა შემოვიყვანო. ხედავთ? არასოდეს არ ვიცი როგორ განვითარდება. დამიწახა. აბა რა ცვლილებები გელოდებათ ამ ახლო მომავალში? იცი რა არის? აი ეს ცვლილებები ტყუილა არ ვთქვი, ხედავთ? ან თქვენ გაქვთ რამე შეცდომა გაკეთებული, იმიტომ რომ ეს შრომაკი ხა დიავალის მერე მე საერთოდ ტაროს წესით არ უნდა ვიღებდე, მაგრამ ან თქვენ შვილზეა დადებული, ან თქვენზეა, თქვენმა წინაპარმა გააკეთა და იმკის თქვენი მომავალი. თქვენც იმკით ამაზე, მიხვდით? უყურეთ, ეს აუცილებლად თუ გინდათ მე მომართეთ, მე ისა რა ქვია და ან ჩემი რიტუალები ჩართეთ და გამოისწორეთ ცხოვრება. აი უყურეთ როგორ ამოვიდა, ნახეთ, აი, ნახეთ. 1 2 3 მაღალი არქანი თავიდან უნდა დაიწყოთ ყველაფერი და 10-იანი კვერთხები. ხო თქვი თქვენს ჯანმრთელობაზე, განადგურებაზე, სილამაზეზე, უძრავ ქონებებზე, თქვენს ბედ იღბალზე. მაგრამ უყურეთ ნინიამ სწორი თქვაო, მართა მე ყოველთვის მართალი ვარ. ესე იგი გამოდიხართ. თქვენზე ყოველთვის კონტროლია, არ გეგონოთ რომ ყოველთვის კონტროლია თქვენზე, მოვკვდი თუ არა, ჩაძაღლი თუ არა, აი ზუსტად ამ სიტყვებით მე სიმართლე მიყვარს წენის გარეშე. და რა არის იცით? უკვე თქვენი სახლის კარებს თქვენ თვითონვე ესე იგი თქვენთვის იმუშავებთ. ესე იგი აი ამ იმას რა ქვია კარმას გაივლით, ნუ გეშინიათ თუ სწორედ მოიქცევით. აი ტორს პენტაკლი. ესე იგი თუ სწორედ მოიქცევით, როგორც მე გითხარით, იქნება ახალი ნაბიჯი, აქ გადასვლას გეუბნებიან, თუ სადმე გინდათ გადასვლა გადადით მაგ სახლიდან, ვინც ქირითა მაინც გადადით მაგ სახლიდან, მაინც ამასაც მეუბნებიან და ბევრი არჩევანი გაქვთ, ბევრი რომ გამოასწოროთ თქვენი კარმა, თქვენი ცხოვრება და ახალი ნაბიჯებით, ახალი მეგობრებს გაჩვენებენ, ნახეთ, ახალ მეგობრებს და უყურეთ როგორ არის აი ახალ კარებს თქვენი ოჯახისთვის, თქვენთვის პირადად მიხვდით ხო? ახალი სიტუაციები მოდის, მაგრამ ეს არ და ეს ყოველთვის კონტროლში იქნებით, ყოველთვის კონტროლში იქნებით. მოკლედ გამოისწორეთ კარმა, აქ ძალიან ბინძური ენერგიები შემოვიდა. ხო. და ნახოთ აბა სიყვარულში. თქვენი ახლო მომავალი სიყვარულში რა გელოდებათ, რა საინტერესოდ წარიმართა ხედავთ. ნუ
კარმაზე ვლაპარაკობდი, წინაპრებზე ვლაპარაკობდი, დაჯდა უყურეთ კუბო. მამაკაცი, ბიჭები, ესე იგი სიმართლეა უყურეთ როგორ, აი ნახეთ, რომ ესე იგი სიყვარულში რა, მამაკაცებო, თითქოს ახლა მამაკაცი მიყურებს, რომ ესეთი მამაკაცი, ასეთი მზერა მომდის. ან არის ისეთი მამაკაცი, რომელიც უკვე წლები მოემატა, მაგრამ ისევ თინეიჯერობს, ან თინეიჯერულად იცვამს, თინეიჯერულ ადგილებზე დადის, ახალგაზრდებთან აქვს საქმე. ეს რა არის, იცით? წინაპარი იყო ესეთი, რომელმაც, ესე იგი, აი რაღაცა შეცდომა დაუშვა, მე მაქვს რიტუალები, საგვარეულოს წყევლას მოხსნა, გადადით ჩემს პირველ არხზე, ამოსკროლეთ, უყურეთ, იპოვეთ და უყურეთ. მხოლოდ ჩემი არხიდან უნდა უყუროთ. არ შეიძლება, ესე იგი, გადმოქაჩვა ვიდეოების. მხოლოდ ჩემ არხზე უნდა შეხვიდეთ, ისე არ რეზონირდება. უყურეთ და მე რა არის, ეხლა შეიძლება სიყვარულში ეს თქვენი მეგობარიც ამოვიდეს, მიხვდით ხო? ამოვიდეს თქვენი მეგობარი. მაგრამ ეს რა არის, იცით, ყველა ვარიანტში მაინც კარმულია. შეიძლება ბიჭებო თქვენ ახალგაზრდაც ხართ და აქ უფროსიც მიყურებთ ახლა, მაგრამ უყურეთ, ყველანაირი თქვენი მოქმედება არის, ესე იგი, კარმული, მაგრამ ეს გამოსწორდება, უყურეთ, ესე იგი, ბიჭებსაც და გოგოებსაც მეგობარს შეგახვედრებთ სასიყვარულო სიყვარულში მეგობარს, მაგრამ უყურეთ, სანამ ჯერ კარმას არ გამოასწორებთ, ცოტა მაინც ნაბიჯებს არ გადადგავთ, უკვე უნდა დაიწყოთ. აი უკვე, აი ეხლა ამ წუთას უნდა დაიწყოთ გამოსწორება წმენდები. ეს უნდა მოიშოროთ. ეს მერე როგორ იცით? აი ესე ჰოპ, აი ესე გადაეფარება და ესე იგი გაცხრიანდება სიყვარული, გული დაგიჯდათ პირდაპირ და გოგოებსაც და ბიჭებსაც თქვენი წინაპარი გამოგიგზავნით თქვენს მეორე ნახევარს და ვისაც გყავთ ეს უკვე სიყვარული და პარტნიორი, ხო? ესეც კარმულია და აქაც უნდა გაწმინდოთ ურთიერთობები, ყველა ვარიანტში დაძაბულია ურთიერთობები, დაძაბულია და ბოლოს აი უყურეთ ბუკეტი ამოცურდა და ბუკეტი. ბედნიერება აუცილებლად შეგხვდებათ, აი მამაკაცი შეგხვდებათ და შეიძლება 30 წლის ხართ, ან ეგარი, ან 30 დღეში, ან 1 თვეში, მიხვდით ხომ, ან 1 თვის გაცნობილები ხართ, ან 3-იანი, 3 კვირა, 3 რიცხვი, 3 დღე, 3 თვე, მიხვდით ხო? ძალიან დიდ ბედნიერებას მოიპოვებთ. არ ინერვიულოთ. მოკლედ მეგობრებო, მადლობა. სამივე ვარიანტს რომ იყავით ჩემთან, არ გემშვიდობებით, დრო როცა მაქვს ხოლმე ყოველთვის გამოვდივარ მე თქვენთან აბსოლუტურად და ძალიან მიყვარხართ და მომავალ შეხვედრამდე.